ახალი სივრციდან შემოგიერთდებით, მოვაწყე ჩემი ასე ვთქვათ კაბინეტი, სადაც ვეცდები რომ ჩავწერო ხოლმე ძალიან კარგი, ძალიან სასარგებლო და мотиваციური ვიდეოები, ძალიან კარგი რჩევებით. ხო, ძალიან ბევრს ნახულობ ხოლმე სიმართლე რომ გითხრათ, ხო და მე რაც მომწონს, ის რჩევები მინდა ხოლმე თქვენთან გადმოვიტანო. გამოწერილი თუ არა ჩემი არხი, აუცილებლად გამოწერეთ, იმიტომ რომ იქნება ძალიან ბევრი და სასარგებლო კონტენტი. ეხლა კი მხვდებიან წეღანაც მაგარი ვიდეო ჩავწერე და ეს კომენტარში დამძე, ახლა შენი ჭკვის სწავლება გამჭირდებაო. რომ მასტები რა თქმა უნდა ასკროლავებ. ვისაც განვითარება არ უნდა, ის ყოველთვის ასკროლავს. ვისაც უნდა განვითარება, თავარია პიროვნული განვითარება, ხო? ის გამოწერს ჩემ გვერდს და წინ ერთად წავალთ. ზოგადად ხალხი ხედავენ მხოლოდ წარმატებას, ანუ ადამიანი რომ წარმატებულია და ეგ არის. რა მანძილი გაიარა და რა გზა გაიარა იმ წარმატებამდე არავინ არ იცის. ავიღოთ მაგალითად ტომას ედისონი, რომელმაც ნატურა შექმნა 10,000-იც და ქონდა წარუმატებელი, თქვენ წარმოიდგინეთ. და 10,000 შემდეგ მან ეს ჩვენ ყველგან ნატურები გვინთია, ისაანთო, რაზეც იძახდა რომ შეუძლებელი არაფერი არ არსებობს, თავარია მონდომება. აი თქვენ რამდენჯერ დაცემის შემდეგ შეგიძლიათ რომ ისევ ადგეთ და თქვენ მიზანს მიყვეთ. ცხოვრება მიდის კანონებით და წესებით. ზოგადად წესი ესეა. თუ გინდა რომ რამე გქონდეს, აუცილებლად ვიღაცა უნდა იყოს. ვიღაცა რო იყო, რაღაცა უნდა აკეთო. და რაღაცა რო აკეთო, უნდა რაღაცა იცოდე და რაღაცა რო იცოდე, აუცილებლად სჭირდება განვითარება. უნარების გაზრდა. ზოგადად ნათქვამია ხოლმე რომ აი მე და ბალი ხელფასი მაქვს და ყოველთვის ყველგან გინც საქართველოში გინც საზღვარგარეთ ყველგან ესია ჩვენ ხელფასი გვაქვს ჩვენი უნარებიდან გამომდინარე. ანუ რაც ვიცი მე თუ უნარები მაქვს და ვარ უმაღლეს კლას ქირურგი, იმ ქირურგის ხელფასი მექნება. მე თუ ვიცი მხოლოდ სიმძიმეების აწევა, იმ სიმძიმეების აწევაში გადამეხდიან. ასეა ეს ცხოვრება. მე ყოველთვის ვთვლიდი და თქვენც გაძლევთ მაგ რჩევას, რომ განვითარება ყოველდღიურად უნდა განვითარდეთ. თუ მაგალითად 15 წუთს დავუთმოთ ყოველდღე განვითარებას, ანუ სასარგებლო განვითარებაზე ვიძახი, რაღაც სოდნის მიღებაზე ვიძახი, ხო? თქვენი ცხოვრება ბევრად წინ წავა. დღეში 15 წუთი მაინც. შური, რა არის შური? ჩემ ვიდეოებში ძალიან ბევრი გამოხმაურება მოყვა მაგ სიტყვას, მაგ გრძნობას. ზოგადად შური ისეთი გრძნობაა, როდესაც შენ რაღაცას მიაღწევ და შენ გვერდზე მყოფ ადამიანს ეს არ აქვს და ძალიან უნდა რომ გქონდეს. ამავე დროს ის თulis რომ შენ რაც გაგაჩნია, შენ უსამართლოთა გაქვს და ის უფრო იმსახურებს ვიდრე შენ, მაგრამ რატომღაც ეს ყველაფერი აღმოჩნდა შენთან, არადა უნდა იყოს მაგასთან. ეს არის შური, სხვა არაფერი არ არის. ჩემი საყვარელი სიტყვებია ომარ ხაიამის, რომ ზოგადად სამძიმარი და სიბრალული მოდის უფასოდ. შური კი უნდა დაიმსახურო. ანუ რისი თქმა მინდა, თუ თქვენი შურთ, ესე იგი ღირსეულ გზაზე ხართ და რაღაც გაგაჩნიათ და რაღაც სწორნაბიჯებზე გადადიხართ. ზოგადად რაღაც კი არა, მართლა სწორნაბიჯებზე გადადიხართ. ამიტომ კაიხეთ გამოიხედეთ გარშემო. ჯობია თქვენი შურდეთ, ვიდრე თქვენ შურდეს სხვისი. ძალიან მიყვარს ეს შედარება გემზე, ნახეთ, გემი მთლიანად წყალშია, მაგრამ არ იძირება. გარშემო მთლიანად წყალი აქვს, მაგრამ საკმარისია შიგნით შევიდეს წყალი, ისევე ჩაიძირება. ანუ რის თქმა მინდა ამით. იცით, მნიშვნელობა არ აქვს თქვენს გარშემო რა არის. თავარია თქვენ შიგნით რა არის. არის ძალიან ბევრი ადამიანები, ვინც თავის წარუმატებლობას ადანაშაულებენ ყველას გარშემო. აი იქ არ გამიმართლა, აი ეს ბრალია, აი ესია. მაგრამ ჩვენს თავს რაც გადაგხვდება, ხო, ჩვენ შიგნით რაც არის, ეს არის მხოლოდ ჩვენი ბრალი და ჩვენი არჩევანია. თქვენ ას ფიქრობთ ამაზე? სამწუხაროა, რომ ბევრი ადამიანი ფიქრობს იმას, რომ თუ რამეს ვინმე მიაღწია, აქ არის გამართლება. ნახეთ, მე ამას არ ვეთანხმები, მხოლოდ და მხოლოდ იმიტომ, რომ ცხოვრება არის როგორც მათემატიკა. ყველაფერი, ანუ ყველას შედეგი არის რაღაც კონკრეტული ნაბიჯები. ავიღოთ მათემატიკა, რატო ადრე მათემატიკას, მაგალითად, ავიღოთ ციფრი 4. 4 შემთხვევით ვერ დადგება. 4 დგება რაღაც ციფრების მიმატების ან გამოკლების შედეგად. ანუ
მაგალითად 2-ს მივუმატოთ 2, დადგა 4. სხვანაირად შემთხვევით 4 ვერ დადგება. ასევეა ცხოვრებაში. რაღაც კონკრეტული ნაბიჯების გამო დგება ისა თუ ეს შედეგი. დადებითი იქნება თუ უარყოფითი იქნება. რაც შეეხება იმაზე, რომ ხალხი ფიქრობს, რომ არის გამართლება. ნახეთ გამართლება როგორ დგება, როდესაც ადამიანის შემთხვევითი ნაბიჯმა მიიყვანა იმ დონეზე, რომ ზუსტად ის სწორი ტრაექტორია გაიარა რა. მაგრამ ეს შემთხვევით იყო იმისთვის, მაგრამ კანონზომიერად ეს იყო ის ნაბიჯები, რამაც მიიყვანა იმ შედეგამდე. აი ამას ეძახიან შემთხვევითობის პრინციპს, მაგრამ ეგ შემთხვევითი არ არის. გინდა თუ არ გინდა 4 დადგება მხოლოდ და მხოლოდ იმ ციფრების მიმატებით ან გამოკლებით, რასაც მოაქვს 4. სხვანაირად ვერ იქნება. 2-ს მივუმატოთ 3, 4 ვერ იქნება. ან შემთხვევით 4-ც ვერ იქნება. ასე რომ ესეა. მე მგონია რომ ტვინი არ აგირიათ, მაგრამ თუ დაუფიქრდებით ესეა. მე ხშირად გამიგია გამოთქმა, რომ ცხოვრება არის ლოტარიაო. ნახეთ, თქვენ თუ მასე ფიქრობთ, რომ ამ ცხოვრებაში ყველაფერი გამართლებით არის, მაშინ წაგებული იქნებით იგივენაირად, როგორც ყველა აზარტის მოთამაშე ადამიანი. ნახეთ, ცხოვრებაში გამართლება არ არის. ყველანაირი წარმატება არის კარგად გამიზნული, გაწონასწორებული ნაბიჯების შედეგი. შეიძლება პირველივე ჯერზე არ მოხდეს, იმიტომ რომ რაღაც შეცდომას დაუშვებ და ამ შეცდომის გამოსწორების შემდეგ აუცილებლად მოდის წარმატება, აუცილებლად იმ საქმეში გამართლება, როგორც ყველას უყვარს, მაგრამ ეგ გამართლება არ არის, ეგ არის საქმე შედგა. შედგა, იმიტომ რომ სწორედ იყო გათვლილი. და ამ ყველაფერს წინ უძღვის ძალიან დიდი შრომა, რა თქმა უნდა, ადამიანის პიროვნული განვითარება და გონებრივი განვითარება. როდესაც მიაღწევთ გონებრივ განვითარებას, ხო, რა ქონებაც არ უნდა გქონდეს და რა ქონებაც არ უნდა დაკარგოთ. თქვენ იცოდეთ, რომ იმ გონებრივ განვითარებას არასდროს და ვერასდროს ვერავინ ვერ წაგართმევთ და იმ ფინანსურ შედეგამდე თქვენ ყოველთვის მიხართ, იმიტომ რომ ხართ უკვე მაღალ ლეველზე. არასდროს არ იფიქროთ თქვენ თავზე ცუდად. ამისთვის არსებობენ მეზობლები, ვითომ მეგობრები და განაწყენებული ნაცსავები.